Salam მეგობრებო, მოვედით თქვენთან ახალი YouTube კომპლექსით, რომელიც შეეხება შეშუპების თემას. ზოგადად ძალიან ვრცელი თემაა და გადავწყვეტე რომ ჩემი Instagram, TikTok და YouTube პლატფორმები რაღაცნაირად ისე ერთი თემის გარშემო მოვაქციო ხოლმე, შესაბამისად Instagram-ზე დაგხვდებათ ამომწურავი პოსტი შეშუპების შესახებ, YouTube-ზე ეს კომპლექსი, ხოლო TikTok-ზეც რამდენიმე ესეთი მარტივი სავარჯიშო, რომელსაც შეძლებთ რომ სახში შეასრულოთ, რომ რაღაცნაირად მოიხსნათ ეს შეშუპება ფეხებში იქნება თუ ასე შემდეგ უამრავი გამომწვევი მიზეზი აქვს, რაზეც YouTube, Instagram-ის პოსტში აუცილებლად ვისაუბრებთ. აქ გაჩვენებთ მარტივ მოძრაობებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ დისკომფორტის მოხსნაში. მანამდე აუცილებლად გახსენებთ, რომ გამიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ეს მე ძალიან დამეხმარება და თქვენს დაგეხმარებათ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ძალიან საინტერესო სავარჯიშო კომპლექსს ნახავთ ჩემთან. ბოლომდე თუ უყურებთ ამ ვიდეოს, აუცილებლად ნახავთ ჩამონათვალს რამდენიმე ისეთი გამომწვევი მიზეზის, შესაბამისად უფრო მომზადებულები იქნებით, რომ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი. მოდი დავიწყოთ. პირველი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ესეთი თვითმასაჟის ბურთი ავიღოთ, ან შეიძლება ეს იყოს ჩოგბურთის ბურთი, ან რაიმე ესეთი მსგავსი ტიპის როლერი, რომელსაც იდეაში ავდგებით, ბურთს მოვათავსებთ ტერფის ქვემოთ, შეგიძლიათ ადგეთ, თუ უფრო კომფორტულია თქვენთვის. აი ესე და ბოლომდე მთლიან ტერფზე გადავატარებთ ამ ბურთს. 30 წამის განმავლობაში კარგად დააჭირეთ ბურთს და 30 წამი ასე ვამასაჟებთ ჯერ ერთ ტერფს, შემდეგ მეორე ტერფს. შეგიძლიათ უფრო ახლოს მოიტანოთ, აი ესე. ქუსლიდან წვერამდე. წვერიდან ქუსლამდე. აი ესე. კარგად. შეგიძლიათ წრიული მოძრაობებით დააჭირეთ ბოლომდე. აი ესე. მეორე მხარესაც იგივე, როგორც გითხარით, შეგიძლიათ აი ესე ნახევრად ჩამოხლულ მდგომარეობაში შეგიძლიათ დაიყრდნოთ რაიმეს, ან თუ არ გჭირდებათ და ბალანსი ხელს გიწყობთ ისე, ან ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში, როგორც გირჩევნით. კარგად გადავატაროთ. ამ ვარჯიშისთვის ჩემი აზრით ყველაზე კარგი ესეთი ბუსუსებიანი როლერი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სასიამოვნოც არის იდეაში ტერფებისთვისაც არაჩვეულებრივი ვარჯიშია და შეშუპების მოხსნაშიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. აი ესე. საკმარისია. მოვთავსდები ისევ იატაკზე. ახლა ვეცდებით, რომ აი ესე ტერფიდან ბარძაყის შიდა კუნთამდე აი ესეთი მოძრაობით, თითქოს რაღაცა უნდა დაგვიაროს მთლიან ხელში, მოვყვებით, ესეც 30 წამი. ერთ მხარეს 30, შემდეგ მეორე მხარეს. 1 2 არ ვიცი რატო ვითვლი, იმიტომ რომ ვთქვი რომ 30 წამი შევასრულებთ ამ მოძრაობას თქო, იდეაში ეს ვარჯიშები გამოადგებათ ორსულებსაც, განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში იჩენს ხოლმე და განსაკუთრებით ზაფხულში, თუ გიწევთ ეს მესამე ტრიმესტრი შეშუპება, უფრო ესეთია ხოლმე ხშირი ამ შემთხვევაში. მე მომიწია მთელი ზაფხულის გადაგორება ბოლო ტრიმესტრში, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, უბრალოდ რისი ბრალი იყო, არ ვიცი, უფრო ვაბრალებ იმას, რომ სულ ვარჯიშობდი, საერთოდ არ შემშუპებია ფეხები. მაგრამ ჩემ გარშემო ვიცი, ბევრს აქვს მსგავსი პრობლემა. მეორე მხარესაც, აი ესე რგოლად მოგვაქვს
ხელები. შემდეგი კომპლექსი სავარაუდოდ იქნება ვარიკოზულ ვენებზე, იმიტომ რომ ესეც ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ორსულებს ისე საკმაოდ ირჩის ეს ამბავი, ასე ვთქვათ. ამიტომ აუცილებლად ამაზეც ჩავწერ ვიდეოს. ცოტაც არ ვიცი, მე წამზომი არ მაქვს დანიშნული და დაახლოებით საზღვრავ ხოლმე 50 წამს და მგონია რომ უკვე უნდა გასულიყო. კიდევ ერთი მასაჟის ტიპის რაც შეგვიძლია ვქნათ, არის ის, რომ მე ხლა კი წინ დამაცვია, მაგრამ შიშველ ფეხზე ჯობია შეასრულოთ, აი ეს თითებს შორის მოათავსოთ თითო თითს შორის თითო ხელის თითი და ესე წინ უკან. წინ უკან. თითები მაქსიმალურად გადაიტანოთ. ჯერ წინა მხარეს, მერე თქვენკენ მოკაჩვით. ქუსლზე გვაქვს მოთავსებული ტერფი. შეგიძლიათ პრინციპში ორივე მხარეს შეასრულოთ. ოღონდ ასეთ მდგომარეობაში არა, გასწორებულ მდგომარეობაში და თუ გასწორებულ მდგომარეობაში გიჭირთ ყოფნა, მაშინ ჯობია რომ ჯერ ერთ მხარეს შეასრულოთ 30 წამი ესეც და შემდეგ მეორე მხარეს. გადავიდეთ მეორე მხარეზე, აქაც კარგად თითები მოვათავსოთ ფეხის თითებს შორის. ასე. რატომღაც ახლა გამახსენდა ხელთათმანებივით წინდები რო იყო ფეხთათმანები, თუ არ ვიცი რა ერქვა. თუ გქონდათ ეგ ერთი ჩემ ბავშვობაში ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული იყო და მეც მაჩუქეს, მაგრამ საშინელება აღმოჩნდა. ისეთი არაკომფორტული იყო ჩემთვის. რაღაცნაირად ჩემს ფეხის თითებს კლაუსტროფობია ჰქონდათ. რაში გაინტერესებდათ ეს ისტორია არ ვიცი, მაგრამ თქვენ თუ გქონდათ ნეტა ეგ საშინელი ფეხთათმანები. მოკლედ. ახლა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მოძრაობა, ასე ვთქვათ, შეშუპების მოსახსნელად არის, ნახეთ, ის შემოbrundები, მოვათავსებ ფეხს ასე. აი, ასე ერთ მხარეს დაიწყეთ ხელები, დაიწყეთ წვივიდან და აი ასე, თითქოს რაღაც ნაჭერი გაქვთ და წყლიანი და უნდა მოუჭიროთ ხელი და წყლისგან გაათავისუფლოთ. ამოდივართ აქაც ბარძაყის შიდა კუნთამდე და ჩავდივართ ისევ ქვემოთ. კარგად. ესეც 30 წამი. გადასარევია. ჩავიდეთ ქვემოთ, ასე. და მეორე მხარესაც იგივე. ეს კომპლექსი სხვათა შორის არაჩვეულებრივი იქნება ასევე თუ თვითმფრინავით დიდხანს მოგიწიათ ფრენა, ამანაც იცის ხოლმე ფეხების შეშუპება და ზოგადად სხეულის ფეხებს იმიტომ ვამბობ, რომ უფრო ხშირია ფეხების შეშუპება, თორემ ბევრს სხვა სხეულის სხვა ნაწილზეც შეიძლება აწუხებდეს ეს პრობლემა, მაგრამ უფრო მეტად რეალურად ფეხების პრობლემა. ესე. და კიდევ ერთი, რაც არაჩვეულებრივად ეხმარება ჩვენს შეშუპებულ ფეხებს, დგებით, აი ესეთ მდგომარეობაში, აქ უკეთესი იქნება თუ იატაკზე თუ ასრულებთ, ბალიში დაიდოთ მუხლს ქვემოთ, ან მოკეცოთ კარგად ხალიჩა, რომ სირბილა შეიქმნას და მუხლი არ იტკინოთ, არ დაიზიანოთ. და ნახეთ, აი ესე მივდივართ დიაგონალზე, შემდეგ წინ, შემდეგ მეორე მხარეს დიაგონალზე, ისევ წინ და გვერდზე. ყველა ამ მოძრაობით ჩვენ ვცდილობთ, რომ სისხლის მიმოქცევა კარგად აღვადგინოთ სხეულში და ამითი დავეხმაროთ ჩვენს სხეულსაც, რომ რაღაცნაირად იმ ადგილებში, სადაც ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ, სიცარიელო იყო და შევშუპდით მარტივად
დავუბრუნოთ ეს სხეულის ეს ნაწილები ჩვეულ მდგომარეობას. ერთხელაც 1 და 2. აი ესე. და ესე წინ გავერთულად. აი ესე, ძირითადად ამ მოძრაობის დროს სულ ჩემო მოვარჯიშებმა იციან, რომ სულ ვაფრთხილებ ხოლმე, რომ მუხლი ქუსლს არ უნდა გაცდეს. იდეაში ეს არ არის ეგეთი მოძრაობა, აქ შეგიძლიათ მაქსიმალურად გაწელოთ მუხლი. ოღონდ რა თქმა უნდა, ტკივილის შეგრძნება არ უნდა გაწუხებდეთ, ხო? ამ მოძრაობის დროს დისკომფორტი არ უნდა გაწუხებდეთ არც ერთ მომენტში, მაგიტომაცაა, რომ მუხლს ქვემოთ აუცილებლად დაიდოთ რაიმე ტიპის სირბილე და თუ საჭიროა მიეყრდნოთ კედელს, კამს ან ნებისმიერ რამეს. ესეც ასე. ეს იყო რამდენიმე ვარჯიში იმისთვის, რომ სიმსუბუქე იგრძნოთ და იბრუნოთ თქვენი ფეხები ისეთ მდგომარეობაში, როგორც რეალურად არის ხოლმე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. რამდენიმე წინაპირობა, რაც შეიძლება გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ შეშუპება ნაკლებად გაგიჩნდეთ, არის ის, რომ პირველი აუცილებლად საკმარისი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, თავიდან აირიდეთ ესეთი მოჭერილი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, კორსეტები, რაიმე მსგავსი, რაც თქვენი მოძრაობის დიაპაზონს ამცირებს, ხო? და რაც უფრო მეტ საშიშროებას ქმნის იმისთვის, რომ შეშუპება მარტივად განვითარდეს, ასე ვთქვათ. თუ ვარიკოზი გაწუხებთ და ამ შემთხვევაში სპეციალურ, არ ვიცი, გეტრებს, წინდებს, რამეს მსგავს ხმარობთ, რომ თავიდან აირიდოთ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მუდმივი ტარებისთვის არ არის, ხო, მასაც აქვს განსაზღვრული დრო, პერიოდი, რა დროსაც ვატარებთ. ანუ სულ თუ გაცვიათ მსგავსი ტიპის წინდები, უფრო მეტი შანსია, რომ ეს შეშუპება განგივითარდეთ, ასე ვთქვათ. და ძალიან ასე მინდა ვთქვა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოძრაობას. იმოძრავეთ აუცილებლად მთლიანი გახურებული მოძრავი, არ ვიცი, აქტიური სხეულში უფრო ნაკლებად არის ალბათობა იმისი, რომ შეშუპდეს და მალევე მოიხსნით ამ შეშუპებასაც, რა თქმა უნდა, თუ უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, ხო? ეს იქნება ის პატარა რჩევები, რაც შემიძლია მოგცეთ. უფრო დამატებითი და ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის გაეცანით აუცილებლად Instagram-ის პოსტს, აქვე დაგიტოვებთ აღწერაში და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი მეტი საინტერესო კომპლექსისთვის. აბა დროებით.